მოგესალმებით ყველას, ბატონ აქტოს, ჩემი წარდგენა ნამდვილად არ ჭირდება თქვენთან, ძალიან საინტერესო მასტერკლასი გველოდება და შემდეგ 4 საათისთვის თუ შეიძლება ყველა ვიყოთ თეატრის წინ, იმიტომ რომ ვიდროთ ყვარელში. მე გადავწყვიტე, რომ ძალიან ბანალურ რაღაცებზე გესაუბროთ. გესაუბროთ იმაზე, თუ საერთოდ რა არის თეატრი. გარდა საკონკურსო პროგრამისა, მთელი კვირის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იმართებოდა მასტერკლასები, ვორქშოპები და საჯარო ლექციები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები უძღვებოდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა მიმართულება, რაც მსახიობისთვის და რეჟისორისთვის მნიშვნელოვანია და არტისტისთვის ზოგადად, რომ იყოს ჩართული მასტერკლასზე. რა თქმა უნდა, პირველმა წელმა ძალიან ბევრი რამე გვასწავლა. რა მიმართულებით იყო ყველაზე მეტი საზრუნავი, რაში შეიძლებოდა უფრო მეტად მივხმარებოდით, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა 2 საათიანი, 3 საათიანი ლექცია და პრაქტიკული სავარჯიშოები. და მაქსიმალურად რომ მეტი ინფორმაცია წაიღო ამ ლექციებიდან და მე რა თქმა უნდა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, როგორც ყოველთვის ამ ინფორმაციას როგორ გადაამუშავებ. შესაბამისად წელს მუსიკა იყო პირველად და ამ ხრივაც ძალიან გაგვიხარდა რომ ეს ფაქტი მოხდა, იმიტომ რომ ეს ამ მუსიკა თეატრში და მისი დანიშნულება და რა პროპორციით, რა მიმართულებით უნდა აისახოს, ეს პირველად იყო წელს და ესეც რაღაცა გამოცდილების შედეგად დაიბადა. წელს გვინდოდა სცენოგრაფიაზეც გვესაუბრა, უბრალოდ რაღაცა ტექნიკური მიზეზების გამო არ გამოგვივიდა, მაგრამ მომავალ წელს რა თქმა უნდა თუ გაგრძელდა ეს ფესტივალი, აუცილებლად გვინდა რომ ამ მიმართულებითაც იყოს საკმაოდ ესეთი სუყე ლექციები და მასტერკლასები. თავისთავად მეტყველება ყოველ წელს არის ხოლმე, იმიტომ რომ იცვლება დასები და შესაბამისად ის ძალიან საწყისი ანაბანა მეტყველების კურსის გვინდა რომ ყოველ წელს იყოს ხოლმე და ყველაზე დიდი და ყველაზე შრომატევადი მასტერკლასი არის ხოლმე მოცულობით, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დავიხარდოთ ამ მიმართულებითაც. თითოეულ მასტერკლასის წამყვანს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჩამოხვიდე ისეთ სივრცეში, სადაც 90% არაპროფესიონალია და მათ გაუზიარო ეს ყველაფერი და მათ მიეხმარო და ეს ანთებული ადამიანები და ახალგაზრდები დაინახო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ყოველ წელს ყველას დიდი მადლობა, ვინც აქ ჩამოსულა და თავის ცოდნა გაუზიარებია ამ ძალიან მაგარი ახალგაზრდებისთვის, რომელსაც მართლა ძალიან უანგაროთ უყვართ თეატრი, რაც ახლა ესეთი იშვიათია სამყაროში. ძალიან მომწონს სიგნალის ფესტივალიც, მეორედ ვარ უკვე აქ და ჩემს აღფრთოვანებას ვერ მალავ იმდენად კარგი სპექტაკლებია წარმოდგენილი. მე ვიტყვი რომ არა მხოლოდ მონაწილეებისთვის არის ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი და კარგი შესაძლებლობა განვითარებისათვის, მე ვიტყვი რომ ჩემთვისაც, იმიტომ რომ მე მართლა ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ამ ფესტივალის ნაწილი ვარ, მესამე წელია და რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე მე ვცდილობ რომ ჩემშიც იყოს რაღაც განვითარება. იგივე ვახსენე მონაწილეებსაც, რომ მათშიც არის რაღაც განვითარება და ამის დანახვა ძალიან სასიამოვნოა. არაპროფესიონალი რეჟისორებიც, რა თქმა უნდა, მერე უფრო მეტად იტყვიან თავიანთ სათქმელს. თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ეს ფესტივალი მე ვფიქრობ ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს თავაზობს დამწყებ და მოყვარულ მსახიობებს, იმიტომ რომ ჯერ მარტო ის რო ავიღოთ, რომ ეს ამდენი კოლექტივი ერთმანეთს ხვდება, ურთიერთობების გაცვლა, გამოცდილების გაცვლა მიმდინარეობს, ეს უკვე ჯანსაღი თეატრალური პროცესია. Plus ამას ემატება ისიც, რომ ყოველდღიურ რეჟიმში იმართება მასტერკლასები, რაც თავისთავად ცხადია ზრდის მათ პროფესიონალიზმს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი და ეს თქვათ ასე ბენეფიტები, რაც ამ ფესტივალს აქვს, არის სავსებით ლეგიტიმურად შემიძლია ვთქვა, საუკეთესო ალტერნატივა იმისათვის, რომ პირველ რიგში დავბრუნდეთ ჩვენს თეატრალურ საწყისებში და კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ ის სახეები, რომლებიც შეიძლება დღესდღეობით არ ჩანან თეატრალურ ასპარეზზე. Criau, 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 ხომ გაიგონეთ?
განსაკუთრებით გამოყოფ ტექნიკური უნივერსიტეტის სპექტაკლს. ეს არის ჟიული შარტავას ბოლო დღეები სოხუმში და მის გარშემო მყოფი ადამიანების. ეს არის აი განაზოგადეს კიდევაც ეს თემა მათ მოახერხეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყო მხოლოდ ლოკალურ თემაზე, ლოკალურ პრობლემაზე, ანუ საქართველოსთვის ძალიან მტკივნეულ საკითხზე, ხო? და თვითონ ეს მონაწილეებიც, დამდგმელი რეჟისორი ჩვენი მაგისტრანტია, მაგრამ მონაწილეები ფაქტურად ყველა არიან მოყვარულები. გიორგი ჭანტურია იყო და არის რეჟისორი, რომელიც იყო ჩემთვის მაგალითად აღმოჩენა, იმიტომ რომ მის ნამუშევარ სპექტაკლში მე ვერ დავინახე, რომ ის იყო ახალბედა. გიორგი მე როგორც გავიგე, მაგისტრატურაზე სწავლობს, ავთო ვარსიმაშვილის სტუდენტია, იქამდე არ ქონია პროფესიული სარეჟისორო გამოცდილება. მაგრამ მისი სპექტაკლი იყო ჩემთვის იმდენად გამართული. რა თქმა უნდა, თამაშობდნენ არაპროფესიონალი მსახიობები და ვერ ვიტყვით, რომ ახლა შეგვიძლია შევადაროთ პროფესიულ სპექტაკლს, მაგრამ საერთო ჯამში რეჟისურა ჩანდა. აწყობილი იყო, გამართული იყო სტრუქტურულად, გამართული იყო დრამატურგიულად. სახელმწიფო დასასვენებელ სახლში გაგვეგზავნებინა მუშაობა. კარგი იქნებოდა გამა. ჯუმბე. ჩვენი აქედან წასვლა ნიშნავს იმას, რომ ხალხი ვეღარ მოასწრებს სოხუმიდან დასვენს. ჩვენი ვალია დავრჩეთ და ყველა შემოსულ გზას უპასუხოთ და გავაფრთხილოთ ისინი, რომ რაც შეიძლება დროულად დატოვონ ქალაქი. ბატონო. ჩვენ უნდა შევასრულოთ ფარის პოლიციატორი, ხომ იცით რომ მტერებში და ბიერ მოსახლეობასაც ხოცავს. ხალხმა უნდა მოასწროს ამოდებული ქალაქიდან გასვლა. მართალი ბრძანდებით ბატონო ჟიული, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა მოვაწვას გენერალ მაიორო. ამ სპექტაკლში ვინც თამაშობდა, ნამდვილად არ ჩამორჩებიან პროფესიონალ მსახიობებს. რა თქმა უნდა, შეიძლება დავინახეთ იქ გადაჭარბებული მიმიკა, გადაჭარბებული ემოცია, გადაჭარბებული შეიძლება ცოტა პათეტიკა, მაგრამ საერთო ჯამში თავარი ნიშა ამ სპექტაკლის იყო გულწრფელობა. მოდიოდა სცენიდან აი სიმართლე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოდიოდა ემოცია, ფიქრი, განცდა, აბსოლუტურად გააზრებული ჰქონდათ ამ მსახიობებს, რას თამაშობენ. და ნუ ეხა ძალიან კარგად იყო გადაწყვეტილი, თქვათ, მასობრივი სცენები, ძალიან კარგად ასრულებდნენ მთავარ როლებსაც და აი თვითონ თემატიკაც ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს მსოფლიოში, როდესაც მსოფლიოში რამის ყველგან, რამის მესამე მსოფლიო ომის წინაშე ვდგავართ, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და რას ნიშნავს გმირობა, ესეც არის ამ სპექტაკლით გადმოცემული. თქვენ კონკურენტი არ გეყოლებათ საქართველოს პირველი პირის პოსტზე. თქვენს აქტივში იქნება ჩაწერილი სოხუმის გმირული თავდაცვა, რასაც ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ დაიფეხეს. და აფხაზეთის მომავალი როგორ გესახება? ხო. აი ესეც საინტერესოა. ბატონო რაო, თქვენ იქნებით ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა, ამიტომ არც თქვენ გეყოლებათ კონკურენტებში. და აფხაზეთი პირველ რიგში რატო გადაწყდა ამ პიესის დადგმა გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს არის ჩვენი უახლესი ისტორია. პიესა და სპექტაკლი ეხმაურება იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებსაც მე ვფიქრობ ჩვენი დღევანდელობა შექმნეს, ჩვენი თვითმყოფადობა განამტკიცეს. ამიტომ მე ვთვლიდი, რომ ამაზე ვიღაცას უნდა ელაპარაკა ძალიან პირდაპირ ერთი სიტყვით. ამიტომ ეს პიესა მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვინც შეიძლება კარგად არიცის ეს საკითხი, ან უარეს შემთხვევაში საერთოდ არ იცის, დაუმახინჯებლად მიმეწოდებინა ის ინფორმაცია და ის ისტორია გამეცოცხლებინა მათთვის, რაც სულ ახლა ხანს ხო რამდენიმე წლის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. რუსეთი თელ საქართველოს დაადუღებს. ქვაზე არ დატოვებს და მაინც არაფრით დათმობს აფხაზეთს. თქვენ გინდათ რომ აფხაზეთი გადაყვანოთ.
თორემ თქვენი მოტანილი დამოუკიდებლობა ხომ მონობა იქნება იგივე. რატო? იმიტომ რომ ჯერ აფხაზური ენის ყოველსაც გიცაში და მე რუსეთის ტერიტორიულ ერთეულად ჩათვლით, ხო? ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის სამუდამო მონობისთვის არის განწირული. სწორედ ამიტომ ამ თქვენს თანამშრომლობაზე ხელმოწერა ჩემთან ხალხი იქნება მხოლოდ. ესე იგი ვარსვამბო! ბატონო რაულ, კიდევ ერთხელ დაგითხებით. კარგად დაფიქრდით და ისინი. ამიტომ მე ვთვლი, რომ ამით ჩემი მოქალაქეობრივი ვალიც მოვიხადე, რაც ძალიან მაწუხებდა ყოველთვის და მინდოდა რომ ამაზე ხმამაღლა მელაპარაკა. და სწორედ ამის შანსი მომცა ამ პიესამ, ხარი დამიჭირა ჩემმა დასმა და ერთობლივი ძალებით შევძელით ის, რაც შევძელით, გვესაუბრა ჩვენს მოუშუშებელ ტკივილზე, აფხაზეთზე და იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ბოლო წამამდე, მაშინაც კი, როდესაც პრაქტიკულად იყო იმის შანსი, რომ დაეტოვებინათ მინისტრთა საბჭოს შენობა, დაეტოვებინათ სოხუმი, მათ არჩიეს ბოლომდე დარჩენა საკუთარ ხალხთან და ამით ჩვენ დაგვიტოვეს ის ნაკვალები, რომელსაც თაყვანისცემით უნდა მოვეკიდოთ. ეს იყო მთავარი იდეა ჩვენი სპექტაკლის. ვემხრობი თუ არა ხუნტას და გადმოვალ თუ არა თქვენსკენ ეს მერე გავარჩიოთ და ახლა გადავარჩინოთ თუ კიდევ რამე დაგვჭა გადასარჩენი, თორემ შემდეგ გვიანი იქნება და შემდეგ თქვენი შვილები და თქვენი ახლობლები, ჩვენი ახლობლები ამოგონდებენ წევლიც უყველას. აქ რომ მდგომარეობაა, აქ აფეთქებები და სროლებია. ბარბაროსული სისხლის ღვრა, იწვის სახლები, დამთავრებულია ყველაფერი და დამთავრდება სენაკიც. თქვენ იცით რომ ჩემი ძირები იქაც არის და დასრულდება ეს ყველაფერი. არ არის ამის გარჩევის დრო. იყო ტკივილი, იმიტომ რომ ისინი გვიყვებოდნენ ჩვენს ქვეყანაზე, გვიყვებოდნენ ჩვენს დანაკლისზე, ჩვენს დაკარგულ ტერიტორიაზე გვიყვებოდნენ და იმ საშინელებებზე გვიყვებოდნენ, რასაც ალბათ როგორც მე ვერც ისინი ვერ მოესწრნენ უმეტესი ნაწილი მაინც, მაგრამ ის ხო ჩვენი ნაწილია რა, ის ჩვენში არის ეს ტკივილი და ეს დანაკარგი. ეს იგრძნობოდა. მსახიობებში ეს ნამდვილად იგრძნობოდა. მზით რა მასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. თუნდაც იმ უპირატესობის გამო, რომ მათ აქვთ ყოველთვის მეტის მოთხოვნილება. მათ უნდათ რომ ყოველდღიურად განვითარების რეჟიმში იყვნენ. ამიტომ ეს პროცესი, რომელიც ჩვენ ერთად გავიარეთ, იყო მუდმივი ძიების პროცესი, კვლევის პროცესი. და სწორედ ამიტომ იმდენად საინტერესო გახდა ეს ყველაფერი, რომ აი შემიძლია მეტიც გითხრათ, რომ ერთი წამით არ მოვდუნებულ ვარ, მუდმივად ჩართული ვიყავი და სულ მინდოდა, რომ აი ის ენერგეტიკა, რომელიც მათგან მოდიოდა, ის წრფელი, გულწრფელი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გულწრფელობა ჩვენს სფეროში, ჩვენს საქმეში, მე ვფიქრობ, გადამწყვეტია. და ამიტომ ამათ იმდენად ჭარბად აქვთ ეს გულწრფელობა და იმდენად სწორად მოყვებიან ყველაფერში, რომ აი რეზულტატი დარწმუნებული ვიყავი, რომ ესეთი იქნებოდა, როგორიც არის და ამისთვის მინდა რომ მადლობა გადავუხადო მათ. მამაო ჩვენ რომელი ხარ ცალთაში წმინდა იყავს სახელი შენ რომელი სუფერა შენ ვიღარ ნება შენ ვიღარ ცალთაში ეგრეცა ქვეყანასა ზედა ური ჩვენი ასობის მომელი ჩვენ დღეს და მოგიტანე ჩვენ თანადადები ჩვენ ვიღაცა ჩვენ მიუტევეთ განაკვეთა შეგვიყვანეთ ჩვენ გასაცდელს, არამედ გვიხსენ ჩვენ მოროდისაგან. ამინ. ამავე სპექტაკლში უკანასკნელი თოლია ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. პაკლონი უკაცრავად არაქართული სიტყვისათვის, მაყურებლისადმი მადლობის სათქმელად გამოსული მსახიობები სასიამოვნო იყო, რომ ესეც იყო სპექტაკლის ნაწილი, ესეც იყო სპექტაკლში ერთიანობა, იმიტომ რომ დადგმული იყო, როდესაც ეს მტრის ჯარი გამოდის, ვინც თამაშობდა მტერს, გამოდის, აგდებს იარაღს და ხელს წევს მაყურებლის და ქართველი ხალხის წინაშე და ბოდიში იყო ალბათ. მე ეგრე აღვიქვი, რომ ქართველი ხალხის წინაშე მტერმა დააგდო იარაღი, დაყარა იარაღი და აწია ხელები. ძალიან ემოციური იყო. იმ მომენტშივე შემოხვა. ახლაც რო ვიხსენებ, ძალიან ემოციურია და საერთო ჯამში სასიამოვნო იყო, რომ ამ ეს ფინალი, ეს მადლობის გადახდა მაყურებლისთვის და მაყურებელთან წარდგენა, როგორც მსახიობების, იყო თავიდან ბოლომდე მაინც სპექტაკლის ნაწილი.
ფესტივალის საპრიზო ფონდი საკმაოდ დიდია. პირველი ადგილი 20,000 ლარია. მეორე 15,000, მესამე ადგილის მფლობელი 10,000 ლარს იღებს. მთავარი მოთხოვნაა მიღებული პრიზის გამოყენება უშუალოდ თეატრალური დასის განსავითარებლად. ამ ფესტივალმა გააკეთა ის, რომ ამ ფესტივალისთვის დგავენ სპექტაკლებს. ეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი და თუ იმდენს ვახერხებთ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც იკრიბება გუნდი და მუშაობს მთელი ძალით, იმიტომ რომ სიღნაღის ფესტივალზე უნდა წამოშვა, ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია ჩვენთვის. ხარისხი ეს ყოველთვის სადაო თემაა და ვინ როგორ შეხედავს ამ საკითხს. ეს მთლიანი საპრიზო თანხა მიდის თეატრში. ეს არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ასე ვთქვათ. რაც ასევე ძალიან მომხიბვლელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე სანამ ამ ფესტივალს დავიწყებდი და დავიწყე მათთან კომუნიკაცია, პირველ რიგში ვარკვევდი, რა საჭიროებები ჰქონდათ თეატრში გარკვეული მიზნების შესასრულებლად. და როცა ძალიან ელემენტარულ ინფრასტრუქტურულ თუ საგასტროლო თუ სადადგმო ხარჯზე არის საუბარი, აი ძალიან ელემენტარულზე, იმ წამსვე მივხვდი, რომ ყოველგვარი ინდივიდუალური ჯილდო ამ ფესტივალზე უნდა მოხსნილიყო და თუ თეატრი იმსახურებდა თავისი პროდუქტით გამარჯვებას, ეს თანხა მთლიანად უნდა მოხმარებოდა ამ თეატრის ნებისმიერი სახით დახმარებას. 3 წელია ამ მიმართულებით მივდივართ და არც ერთი წამით არ ვფიქრობ, რომ ეს უნდა შეიცვალოს. და მათი მოტივაციაც იზრდება, იმიტომ რომ საერთოდ გუნდი მოდის აქ და არ ფიქრობს არავინ კონკრეტულად საკუთარი თავის წარმოჩენაზე და კონკრეტულად საკუთარი თავის ნიჭის გამოჩენაზე. აქ მთავარია გუნდურობა იყოს დაცული. ყველა კომპონენტი, რაც სპექტაკლს ჭირდება, უნდა იყოს უმაღლეს დონეზე იმისთვის, რომ შენ მოიპოვო გამარჯვება და ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის საერთო პროცესის შექმნას, რაც ძალიან დიდი მიღწევაა ჩემი აზრით ამ ფესტივალისთვის. შეფასებისა ჟიურის წევრები არ განიხილავენ სპექტაკლებს. ისინი ფარულად წერენ ქულებს, რის შედეგადაც გამარჯვებული ვლინდება. როცა ამ მოცემულობის ფესტივალზე ხარ, ჩემი აქცენტი სხვა არის. მე მაქსიმალურად ვცდილობ ისეთ ჯგუფს შეუწყო ხელი, რომელსაც ვხედავ, რომ პერსპექტივა აქვს და რომელსაც ვხედავ, რომ წინა წელთან შედარებით წელს გაცილებით მეტი იშრომა, გაცილებით მეტი ცოდნა მიიღო და უკეთესია, ვიდრე შარშან იყო. მე ჩემი კრიტერიუმი მაქვს, მაგრამ მე არ ვარ ჟიურის წევრი და ვინც არის ჟიურის წევრი, მე თითოეული მათგანის ინდივიდუალურად აბსოლუტურ ნდობას ვუცხადებ და ჯერა რომ ყოველთვის სამართლიანი შედეგები დგება ამ ფესტივალზე, იმიტომ რომ ისინი არიან თავიანთი საქმის მაღალ პროფესიულ დონეზე შემსრულებლები და შესაბამისად მათ ვენდობი. და გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე, რისთვისაც შევიკრიბეთ დაჯილდოების ცერემონიალისთვის. მესამე ადგილზე გავიდა და 10,000 ლარი გადაეცემა თავის თეატრის განვითარებისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თეატრი არტ დრონი. მეორე ადგილი. თეატრი ანარეკი. პირველი ადგილი ნინჯა გამარჯვებით. და 20,000 ლარი გადაეცემა მარტო ეს პერიოდი. თეატრს მოდინა. შეგიძლია მთელი დასი ამოფრინეთ თუ დაეწევით. I was invited to the festival as a member. მოხარული ვარ ფესტივალის ჟიურიში მონაწილეობის გამო. ვიცოდი რომ კონკურსში ქართული და უცხოური დასები მონაწილეობდნენ. ჩემთვის საინტერესო იყო. ამ პროცესში გამეგო როგორ ფიქრობს ქართველი არტისტი და საერთოდ თეატრში მოღვაწე ადამიანი. ეს დადგმები და წარმოდგენები გვაჩვენებს როგორ აზროვნებს ქართველი ხელოვანი. რაზე სურს საუბარი ქართულ თეატრს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ფესტივალი არ არის ისეთი, რომელიც ტარდება და სრულდება. პირიქით, აქ ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან და ამ კავშირების შედეგად ეს ურთიერთობები განსხვავებული ახალი თეატრალური ღონისძიებების სახით გრძელდება. ამ თვალსაზრისით ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია.
ერთი კვირის განმავლობაში 11 წარმოდგენა ვნახე. ყველა ერთმანეთისაგან განსხვავებული, საინტერესო იყო. როგორც პროფესიონალური რეჟისურის, ისე სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ატმოსფერო, რომელიც ფესტივალის განმავლობაში სუფევდა. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს მაღალი პროფესიონალიზმისთვის. აქედან რომ წავალ, ბევრი საფიქრელი გამყვება საქართველოს. იმედი მაქვს, რომ ეს ფესტივალი კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ფესტივალის მნიშვნელობას ყველა კარგად ხედავს, გაიგებს და იმედი მაქვს, რომ შეფასებაც იქნება სწორი და ადეკვატური. ძალიან დიდხანს ვეძებდი როგორც შემოქმედი, აი ამ ემოციურ მდგომარეობას, აი ამ რაღაცა გულწრფელ ბავშვურ უანგარო სიყვარულს თეატრისადმი და პირველივე წელს ამ ფესტივალზე ეს ვიპოვე. და ეს დამეხმარა როგორც შემოქმედს, როგორც ადამიანს, როგორც მოქალაქეს და გონია რომ ამით ყველაზე გამორჩეული და ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი, იმიტომ რომ ეს არის თეატრალურ საწყისებთან დაბრუნების ფესტივალი და ამან და ახალი ფორმების კენ ბიძგების ფესტივალი. ამიტომ რა ვიცი, საინტერესო არ ყოფილა.